პარკინგი არის საშინელება თბილისში, აბსოლუტურად მოუგვარებელი, მოწესრიგებული, ქაოტური და საშინელი ჯარიმები. ყველა თბილისელმა მძღოლმა იცის, რომ არის კატასტროფული ვითარება ამ თვალსაზრისით. არა და გავიხსენოთ 8 წლის წინ რას ამბობდა კალაძე, სანამ პირველად იყრიდა კენჭს, თბილისში აშენდებოდა 10 ლოკაციაზე მიწისქვეშა და მიწისზედა მუნიციპალური პარკინგი. ტენდერიც გამოაცხადეს, მაგრამ არანაირი მიწისქვეშა და მიწისზედა მუნიციპალური პარკინგი არ არსებობს თბილისში, არ აშენებულა. მოგვათხოვა, სანაცვლოდ რა მოხდა? გაზარდა 2022 წლიდან ჯარიმები. ადრე თუ იყო 10 ლარი, გახდა 50. ადრე თუ მანქანის გამოყვანა, წაყვანილი მანქანის იყო 60 ლარი, ეხლა არის 200 ლარი. ჯამში 2018 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტმა აკრიფა 130 მილიონი ლარი. და რას მოხმარდა? წავიდა ჯიბეში. 130 მილიონი არის ჩვენ ჯიბებიდან. წამოღებული პარკინგის ჯარიმების სახით და ჩინოვნიკების ჯიბეებში გადანაწილდა ისე, რომ არანაირად პარკინგი არ მოწესრიგებულა. ძველ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს ის ჯარიმები. ჩვენი ძარცვის და ყლეფის გარდა პარკინგის გაძვირებით არაფერი არ მიგია. ჩვენს კოალიციას ველო ძლიერ საქართველოს გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა უშველოთ ამ პრობლემას. ჩვენ თბილისის ტერიტორიაზე 5-ჯერ გავზრდით საპარკინგო ადგილების რაოდენობას, აუცილებლად ავაშენებთ მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგებს და ამის პარალელურად ყველა დეველოპერს, რომელმაც უნდა ააშენოს თბილისში კორპუსები, მკაცრად მოეთხოვება, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს საპარკინგო ადგილები.